საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერმა საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. გადაწყვეტილება ამხანაგობების განვითარების ფონდიდან 10 მილიონი ლარის ჩამოჭრას გულისხმობს. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის რაიონის გამგეობები ვეღარ შეძლებენ განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში თანაბ დაფინანსებით კეთდებოდა. შეხვედრას მერიაში ჩემი კოლეგა თამარ ბუბაშვილიც ესწრებოდა. თამარ, უფრო კონკრეტულად თუ შეგვიძლია გითხრა, რაზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრაზე? თბილისის მერი დღეს საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობების განვითარების ფონდს 10 მილიონი ლარი ჩამოიჭრა. უგულავა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში მერია ვეღარ მოახერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც ის თანადაფინანსებით ახორციელებდა. უგულავას თქმით, ეს ასევე ცუდ გავლენას მოახდენს და ზიანს მიაყენებს როგორც მოსახლეობას, ასევე თბილისში არსებულ სახლებსაც. დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. უგულავა აცხადებს, რომ პენსიონერებსა და იმ პირებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებდნენ, პენსია და სოციალური დახმარება მოიხსნათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ასევე იყვნენ ამხანაგობების თავმჯდომარეები. უგულავა აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პენსიას და სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ ის პირები, რომლებიც ასევე იყვნენ თავმჯდომარეები ამხანაგობების და მერიისგან წახალისების სახით პერიოდულად გარკვეულ თანხას იღებდნენ. სუბსიდიების სააგენტო მიიღო სრულიად დრაკონული გადაწყვეტილება და ის, ვინც საპენსიო ასაკის არის, ან ის, ვინც რაიმე სხვა სოციალურ შეღავას იღებდა, მოეხსნა ეს დახმარება. ჩვენ იძულებული ვიყავით, დავთანხმებული ვიყავით ამ გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში ბიუჯეტი ჩავარდებოდა და მთლიანად კოლაფსში აღმოჩნდებოდა ყველა მიმართულება, განსაკუთრებით პრობლემური ამ თვალსაზრისით იქნებოდა საბავშვო ბაღები, ვინაიდან იცით, რომ საბავშვო ბაღები სექტემბრიდან უფასოა და მას დამატებითი დაფინანსება ჭირდება. მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, ინსულინით დამოკიდებული. მქონდა პენსია 70 ლარი, ველოდებოდი ახლა რაღაც 100 ლარამდე პენსიის გაზდას. და მაგის მაგერად მომივიდა სოციალური დახმარების რაღაცი და მომივიდა წერილი, რომ მომეცნა პენსია, ვინაიდან მე ვარ კორპუსის თავმჯდომარე, ვინაიდან მე ვღებულობ მერიიდან ხელფასს.